თავი 20-ე. გააკეთე სამსხვერპლო საქმევად. ურთხელისგან გააკეთე იგი. სიგრძით 1 წღრთა და სიგანით 1 წღრთა. 4 კუთხედი უნდა იყოს. სიმაღლე 2 წღრთა ჰქონდეს. რქები უნდა გამოდიოდეს მისგან. ხალასი ოქროთი მოჭედე იგი. მისი სახურავი, გარშემო კედლები და რქები. ოქროს გვირგვინი შემოავლე ირგვლივ. 2 ოქროს რგოლი გაუკეთე გვირგვინს ქვემოთ ორსავე გვერდზე. ორსავე მხარეს გაუკეთე. კეტების გასაყრელად იყოს, რომ მისი ტარება შეიძლებოდეს. კეტები ურთხელისგან გააკეთე და ოქროთი მოჭედე. დადგი იგი კრეცაბმელის წინ, მოწმობის კიდობნის პირდაპირ რომ არის, სახურავის წინ, მოწმობის კიდობანს რომ ახურავს, სადაც მე გამოგეცხადებით. აკმიოს მასზე აარონმა სურნელოვანი საკმეველი. აკმიოს იგი დილაობით, როცა ლამპრებს გაამზადებს. როცა აანთებს აარონი ლამპრებს საღამოხანს, აკმიოს საკმეველი. ეს იყოს მუდმივ საკმევად უფლის წინაშე, თაობიდან თაობაში. ნუ დასდებთ მასზე უცხო საკმეველს, ნურც აღსავლენს, ნურც ფქვილს, ნურც აღვრელს ნუ დაღვრით მასზე. შეასრულებს აარონი მიტევების წესს მის რქებზე წელიწადში ერთხელ. ცოდვის მისატევებელი მსხვერპლის სისხლით შეასრულებს მიტევების წესს წელიწადში ერთხელ თაობიდან თაობაში. წმიდათა წმიდა არის ეს უფლისათვის. ასე უთხრა უფალმა მოსეს. როცა შეუდგება ისრაელიანთა აღრიცხვას მათი სათვალავის გასაგებად, გადაუხადოს თითოეულმა აღრიცხვის დროს თავისი სულის გამოსასყიდი უფალს, რომ ჟამი არ მოედოთ აღრიცხვისას. ეს უნდა გადაიხადოს ყველამ, ვინც სათვალავში გადის. 9 შეკელი საღვთო შეკელის მიხედვით, 20 გერაა შეკელში. 9 შეკელი საუფლო ზღვენია. ყველამ, ვინც კი სათვალავში გადის, 20 წლის ასაკიდან მოყოლებული, ზღვენი უნდა მიართვას უფალს. დიდარმა არ უნდა გადაამეტოს და ღარიბმა არ უნდა დააკლოს 9 შეკელს, რასაც უფალს აძლევთ ზღვნად თქვენი სულის გამოსასყიდად. აკრიფე გამოსასყიდი ვერცხლი ისრაელიანთაგან და გაეცი სადღესასწაულო კარვის სამსახურისთვის. იყო სამახსოვროდ ისრაელიანთათვის უფლის წინაშე თქვენი სულის გამოსასყიდად. ასე უთხრა უფალმა მოსეს. გააკეთე სპილენძის საბანელი და სპილენძის კვარცხლბეკი განსაბანად. დადგი იგი სადღესასწაულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და წყალი ჩაასხი. ამ საბანელში განიბანონ აარონმა და მისმა შვილებმა ხელები და ფეხები. წყლით განიბანონ სადღესასწაულო კარავში შესვლისას, რათა არ დაიხოცონ. ან მაშინ, როცა სამსხვერპლოსთან მივლენ სამსახურის აღსასრულებლად. უფლისადმი საცეცხლო მსხვერპლის საკმევად. განიბანონ ხელები და ფეხები, რათა არ დაიხოცონ. სამარადისო წესად ჰქონდეთ ეს მას და მის შთამომავლობას, თაობიდან თაობაში. ასე უთხრა უფალმა მოსეს. აიღე საუკეთესო ნელსურნელებანი, 500 შეკელი სუფთა მური. ამის ნახევარი 250 სურნელოვანი დარიჩინი, 250 სურნელოვანი ლერწამი, 500 შეკელი კასიას საღვთო შეკელის მიხედვით და 1 ჰინის ზეთისხილის ზეთი. დაამზადე ყოველივე ამისგან წმიდა მირონი, შეზავებული მენელსაცხებელთა ხელოვნებით. წმიდა მირონი იქნება ეს. სცხე სადღესასწაულო კარავს და მოწმობის კიდობანს. ტაბლას და მთელს მის ჭურჭელს, ლამპარს და მთელს მის ჭურჭელს, საკმევლის სამსხვერპლოს, აღსავლენის სამსხვერპლოს და მთელს მის ჭურჭელს, საბანელს და მის კვარცხლბეკს. განწმიდე ისინი და წმიდათა წმიდა გახდება ყველაფერი. წმიდა გახდება ყველა, ვინც კი მათ შეეხება. სცხე აარონს და მის შვილებს და განწმიდე ისინი, რომ მღვდლობა გამიწიონ მე. ისრაელიანებს ასე უთხარი, ეს მექნება წმიდა მირონად თაობიდან თაობაში. გარეშე კაცის სხეულს არ უნდა ეცხოს იგი. ნურც მის მსგავს ნაზავს დაამზადეთ სახმარად, რადგან სიწმიდია იგი. სიწმიდე უნდა იყოს თქვენთვის. ვინც ამის მსგავს რას მე შეაზავებს და ვინც გარეშე კაცს ცხებს მათ, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან. უთხრა უფალმა მოსეს. აიღე სურნელებანი, შტახსი, ონიქსი, სურნელოვანი ხელბანა და სუფთა ლებონა თანაბრად. დაამზადე მისგან სასაკმევლე ნაზავი, მენელსაცხებელთა ხელოვნებით აზელილი, სუფთა, წმიდა. წვრილად დანაყე და დადევი მოწმობის კიდობნის წინ სადღესასწაულო კარავში, სადაც მე გამოგეცხადებით. წმიდათა წმიდა იყოს ეს თქვენთვის.
არ დაამზადოთ ამგვარად შეზავებული საკმეველი მოსახმარად. სიწმინდე გქონდეს იგი უფლისათვის. ვინც ამის მსგავს დაამზადებს საყნოსავად, მოიკვეთება თავისი ხალხიდან.